მოგესალმებით. Ქორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ. დღეს გვაქვს პირველი სხდომა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში. საკმაოდ დატვირთული არის საგაზაფხულო სესია იმ მიმდინარე რეფორმებისა და ინიციატივების ფონზე და ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი, წარმატებული და დატვირთული საგაზაფხულო სესია გვექნება. დღევანდელ დღის წესრიგით გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტის საქართველოს კანონის პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი არის ბატონი რატიო ნათამიშვილი, თუმცა სანამ მოხსენებაზე გადავალთ, მინდა დღის წესრიგი დავამტკიცოთ, გთხოვთ მხარდაჭერას და შეგვიძლია გავყვეთ ბატონო რატი, გთხოვთ. მოგესალმებით, ხალბატონო მარია, მივესალმები კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კანონის პროექტის განხილვა ხდება დღეს კომიტეტზე და მოხარული ვარ, რომ საგაზაფხულო სესია თქვენ კომიტეტში ამ საკითხის განხილვით იწყება, რომელსაც სავალდებულო წესით წარმოგიდგენთ. ეს არის ცვლილებები, რომელიც ჩვენ შეგვაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში და სანამ ამ ცვლილებებზე ვისაუბრებდე, მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტში პროაქტიულად მიმდინარეობს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის წესრიგი. ბოლო წლების განმავლობაში რამოდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გავიხსენებ და სწორედ ამ ჭრილში ხდება აღნიშნული ინიციატივაზეც კანონშემოქმედებითი მუშაობის დაწყება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე მინდა გამოვყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი არის და აღიარებული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისაწვდომობის შესწორებები და განსაკუთრებით მთავრობის მიერ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების რეგლამენტის დამტკიცება, რომლითაც სახელმწიფომ უნივერსალური დიზაინის პრინციპების იმპლემენტაცია მოახდინა ეროვნულ დონეზე, როგორც სავალდებულო გასათვალისწინებელი ტექნიკური რეგლამენტის, ასევე უნიშნელოვანესი იყო გაეროში შემოგვითა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის მიღება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ინდექსაცია და სწორედ აი ამ ჭრილში არის ვთქვათ ლოგიკური გაგრძელება, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ მისაწვდომობის ჭრილში ვებ გვერდებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აქვე ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, როდესაც ჩვენ მისაწვდომობაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე ვსაუბრობთ, ეს არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური გარემოს ადაპტირებას, არამედ ამ მხრივ უნიშნელოვანესი არის, რომ განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემთხვევაში ინფორმაციაზე თუ კომუნიკაციაზე კონდეს მისაწვდომობა ყველა კატეგორიის შშმ პირებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძირითადი ბენეფიციარი ამ ინიციატივას არის უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები, მაგრამ ვებ მისაწვდომობაც, მობილური აპლიკაციების მისაწვდომობაც ასევე სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებისთვის არის აუცილებელი. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, ჩვენ ამ კანონში ორი ტიპის ცვლილება გვაქვს. ერთი ზუსტდება ტერმინებში, მეორე მუხლში, ორი ჩანაწერი და მეორე მხრივ ეს არის 36 პრიმა მუხლი, რომელიც ემატება კანონს და აქ უკვე კონკრეტულად არის ის უფლებამოსილებები და ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელიც ვებ და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის დროს უნდა იყოს გატარებული. აქვე აღნიშნავ, რომ მოგეხსენებათ დღეს ესეთი მდგომარეობა არის, რომ ნებისმიერი ვებ გვერდი, რომელიც და მობილური აპლიკაცია, რომელიც არის ჩაშვებული მოხმარებაში, დროთა განმავლობაში საჭიროებს ცვლილებას, რეკონსტრუქციას, დაახლოებით საერთაშორისო პრაქტიკა არის, რომ ეს 4 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს, რომ ეს ელექტრონული მისამართი იყოს, ვთქვათ, ბაზარზეც კონკურენტუნარიანი და ვთქვათ, საზოგადოების ინტერესის ქვეშაც გამოყენებადი, ესე ვთქვათ. და ჩვენი მიზანი არის, რომ აი ამ ციკლს მიებას ზუსტად ეს ინიციატივა და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არის საჭირო ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. ამ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება საჭირდება თავისი გარკვეული დრო და აქ ჩვენ საუბრობთ, რომ ამ წლის 31 ოქტომბრამდე უკვე საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი. ეს დაახლოებით იგივე პროცესია, რაც ჩვენ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების დროს ჰქონდა. ერთის მხრივ იყო ის კანონმდებლობა, რომელზეც ჩვენ მუშაობდით
და მისაწვდომობის ვალდებულებას ვაჩენდი და მეორეს უკვე ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, სადაც უკვე ნებისმიერი სივრცითი ელემენტი მოექცეოდა ტექნიკური რეგლამენტის ყურადღების ქვეშ. აი ეს არის ძირითადად ის საკითხები, რაც მინდოდა თქვენთვის პირველი მოსმენით მე თქვა კომიტეტზე, თუ დამატებით რაიმე კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვარ უპასუხო. კითხვები არ არის, უბრალოდ არის კითხვები, ანუ მე უბრალოდ მინდა რომ მივესალმო და შევუერთდე ბატონ რატის შეშემო პირთა დაცვისათვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აღნიშნავს საჭიროებს განათლების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. ეს შეეხებოდა როგორც ინფრასტრუქტურის ადაპტირებას, ასევე შინაარსობრივ ნაწილს და რა თქმა უნდა მისასალმებელია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა კიდევ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს ერთი უფლებები დაცული და ასევე შესაძლებლობების ფართო სპექტრი უზრუნველყოფილი. ბატონ რატი ერთი დაზუსტება მინდოდა უბრალოდ წინა მოწვევაში ჩვენ ვიყავით ასევე ინიციატორები მარაკეშის რატიფიცირების კუთხით და ამ რატიფიცირების ვალდებულებებიდან გამომდინარე არის ეს ცვლილებები თუ ეს ცალკე მდგომი არის ამის დაზუსტება მინდოდა და ასევე ზოგადად მნიშვნელოვანია ის რომ ნებისმიერმა სუბიექტმა რომელსაც აქვს როგორც ვებსაიტები ასევე აპლიკაციები უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა და ვფიქრობ რომ საქართველოს პარლამენტიც უნდა იყოს ერთ-ერთი სამაგალითო ამ კუთხით და მაგალითის მიმცემის სხვა სუბიექტებისათვის. და ამ მიმართულებით თუ არსებობს რაიმე ტიპის რეკომენდაციები კომიტეტის მხრიდან, რომ პარლამენტმაც თავისი კომიტეტების ჩათვლით უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო მეტად ამარტივებს აღნიშნულ უწვდომას და სხვადასხვა ინსტრუმენტების ინტეგრირებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ, ნამდვილად აღნიშნავ გეტყვით, როდესაც აქ სანამ თქვენთან კომიტეტზე შემოვიდოდი, კიდე ცალკეულ საკითხებს, ასე ვთქვათ, უყურებდი, ვეცნობოდი, კიდევ ერთხელ ვიხსენებდი ჩემთვისაც, მაგალითისთვის საინტერესო იყო ისიც, რომ სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვის ზრუნვის ბიუჯეტი წელს არის 125 მილიონი ლარი და მაგალითად 2011 წელს იყო მხოლოდ 12 მილიონი ლარი და ინკლუზიური განათლების ბიუჯეტი დღეს არის 100 მილიონ ლარზე მეტი და 2012 წელს იყო 0 ლარი მაგალითად. აქედან პერსონალური წვეულები ხო საინტერესო არის ის დინამიკა, რაც ამ მიმართულებითაც გვაქვს. რაც შეეხება პარლამენტის აპლიკაციასა და ვებგვერდს ჩვენ ეს პირველ რიგში უნდა ვკითხოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და მათი პოზიციები არის საინტერესო, რამდენად მისაწვდომი არის და რამდენად ხდება სარგებლობა მათი მხრიდან ამ საკომუნიკაციო საშუალებებით. ზოგადად ეს სტანდარტი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის ისეთი სტანდარტი, რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის, ამას WCAG-ის სტანდარტი ქვია და თანამედროვე ვებ აპლიკაციები და მობილური აპლიკაციები და ვებგვერდები ამ სტანდარტით იქნება, შეიძლება ითქვას, ეს არის ის ენა, რაზეც იწერება ეს საშუალებები და ფაქტობრივად მის გარეშე უკვე თანამედროვე პირობებში ზოგადად გამოყენება ხარვეზებთან არის დაკავშირებული და მაგრამ ჩვენ მიუხედავად ამისა გვინდა რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის მიერი ვალდებულება, რაც შეეხება თვითონ პროცესს მარაკეშის კონვენციის რატიფიცირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ის მხოლოდ განათლების მიმართულებას ეხება ფაქტობრივად და საავტორო უფლებებს და შემადგენელი კომპონენტიც არის, მაგრამ ეს უფრო ღრმა და უფრო ფართო მასშტაბის ინიციატივა არის. პირველად ჩვენ ამაზე საუბარი დავიწყეთ, როდესაც CRPD-ის ფარგლებში ქონდა შეხვედრა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ანგარიშის მოსმენა ხდებოდა გაეროს კომიტეტზე ამ კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებით, ამიტომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა თვითონ იმ ბენეფიციარებთან, ვისთვისაც კეთდება ეს საქმეც, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებთან, უფლებადამცველებთან და ფაქტობრივად ერთობლივი მუშაობის კოლაბორაციის შედეგი არის, ასევე გავიხსენებ შეხვედრას გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მისაწვდომობის ბორდის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ საჩინთან, რომელიც სწორედ ამ ვებ მისაწვდომობის საერთაშორისო ყველაზე აღიარებული
ექსპერტი არის და რომელმაც ძალიან დადებითად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში მისასვლელობის ეროვნული სტანდარტების მიღება, მაშინ ის ინფორმირებული იყო ამასთან დაკავშირებით და ძალიან მაღალი შეფასება მისცა და ამიტომ ეს პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის ვალდებულების აღება, რაც ჩვენი ქართველი შიშინო პირების წინაშე გაგვაჩნია და მე შეიძლება სხვა საერთაშორისო დოკუმენტებზეც ვიმსჯელოთ. ბატონ გიორგის აქვს დაზუსტება. მადლობა, მეც მოგესალმებით. ბატონ რატი, ერთი კითხვა მაქვს, რომელიც შეეხება ამ ვალდებულებას. პირველი ნაწილი არის 2027 წლის 1 იანვრამდე, რაც უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ადაპტირება და მეორე არის 2032 წლის 31 დეკემბერი. აი ორივე ნაწილთან დაკავშირებით მაინტერესებს, ეს ვალდებულება ექნება უშუალოდ ვებგვერდის პლატფორმის დეველოპერებს თუ იმ ადამიანებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ ამ ვებგვერდებს და ამ პლატფორმებს, ეს მაინტერესებს. შეიძლება ტექნიკური საკითხი არის, თუმცა პროცესი რომ გითხრათ დაახლოებით რა ტიპის ვალდებულებაზეა, რა ტიპის ტექნიკურ მახასიათებლებზე არის საუბარი და როგორ მოხდება ამის ადაპტირება და ასევე შეფასების ნაწილში იმას ვიტყვი, რომ ეს დირექტივასთან მოდის შესაბამისობაში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დადგენილი და კარგი ტესტი იქნება, მე პირადად დავაკვირდები აუცილებლად პლენარულ სხდომაზე, რომელი პოლიტიკური ჯგუფები დაუჭერენ ამას მხარს და რომლები არა. მადლობა. კეთილი, მადლობა ბატონო გიორგი. მოგესალმებათ, პირველი აქტივობა კანონპროექტის მიღების შემდეგ ეს არის ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და მასზე მუშაობის დაწყება და ჩვენ ვარაუდობთ, რომ 31 ოქტომბრამდე ეს უნდა დამთავრდეს და სავარაუდოდ ამ კანონის გამოქვეყნებიდან გარკვეული დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ის ძალაში შევიდეს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე მომდევნო წლიდან ამის შესაძლებლობა ნამდვილად იქნება და უკვე ახალ საიტებს, რომელიც მომდევნო წლის 1 იანვრის შემდეგ ჩაეშვება წარმოებაში, ამ WCAG სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება არსებულ ვებგვერდებს, აქაც ჩვენ ეს თქვა გონივრული ვალდებულების პრინციპსაც ვეყნობით, იმიტომ რომ არის გარკვეული საიტები, რომელიც დღეს შეიძლება ოპერირებდეს, მაგრამ დაკარგული არის მათი გასაღებები და ფლობელებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ფუნდამენტური განახლებები მოახდინონ ასეთი გვერდების, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ამიტომ გონივრული ვადა მივცეთ, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის მესაკუთრეებზე ვებგვერდის, ვინც ამ გვერდს თქვა ფლობს და არა ის, ვინც ეს გვერდი შექმნა. მათი არის ეს ვალდებულებები, ამიტომ ჩვენ ის ვადები, რაც გვაქვს აღებული 32 წლამდე, რომ უკვე სრულად უნდა იყოს ადაპტირებული ამ მიმართულებით, სწორედ იქიდან გამომდინარე არის, რომ ესეთი ვებგვერდები, რომელიც 32 წლამდე ვერ განიცდიან ამის ადაპტირებას, ჩავთვალოთ, რომ ისინი საერთოდ უკვე ადაპტირებულები ვეღარ იქნებიან იმ ვირტუალურ სტანდარტზე, რომელიც ამ დროს ისარგებლებს ინტერნეტში. ანუ იქნება ეს ვებგვერდი თუ მობილური აპლიკაცია, ის ვეღარ იქნება თავსებადი იმ გაჯეტებთან, იმ ელექტრონულ მოწყობილობებთან და საშუალებებთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევდივართ ინტერნეტში და უფრო მეტიც თუ სერვერებზე ესეთი მოძველებული საიტები რჩება, აქ უკვე უსაფრთხოების საკითხებიც დგება სხვათა შორის და ის უკვე აი იმ ქვეყნის ვებ უსაფრთხოების რისკებსაც აჩენს. ესეთი არის ამაზე სავარაუდოდ იმ დირექტივაშიც არის საუბარი, რომელიც თქვენ ასევე ახსენეთ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა მიმართულებებით, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი შთამაგონებელიც, მოტივატორიც და ადრესატიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მე შეგითხვა რა მაქვს, უბრალოდ არ შემიძლია არის. ჯერ მოგესალმებით სრულიად და წარმატებებს გისურვებთ თქვენ ქვეყანას და ოჯახთან ერთად. მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო აი ამ კეთილშობილ საქმეს და ეს არის ერთგვარი ტესტი ქვეყნისათვის, სახელმწიფოსათვის, ნებისმიერისთვის, რომ ასეთი ინიციატივები როგორი მხარდაჭერილი იქნება, როგორ ოპერატიულად შესრულდება და როგორი ჩართულობით განხორციელდება. მაგალითად, ჩვენ ქვეყანას ბატონო ძალიან დიდი მადლობა ინიციატივისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე გიდგა და ვინც აქამდე მოიტანა ეს დოკუმენტი, ამას წინ უძღოდა უამრავი გადაწყვეტილებები და ამ ადამიანების მარტო ის რა დღეს აი ციფრი გაჟღერდა და მინდა კიდე ერთხელ დავაფიქსირო ეს, რომ აქ იყო ციფრი 0 მხარდაჭერის, ეს არის 100 მილიონებზე მეტი. ეს არის პატარა მონაკვეთში მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაზავი ყველა იმ შემოქმედ ადამიანთან ერთად, რომელიც კანონ შემოქმედებას ეწევა. ამ ადამიანების რესურსი შეზღუდული შესაძლებლობის პირი მქონე ადამიანების. ამ ადამიანების რესურსი არის ამოუწურავი კონცენტრირებული ხომიმართულებით. ჩვენ მე მახსოვს ძალიან დიდი ხნის წინ ესეთი ჟურნალი გამოვეცით, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობა შევცვალეთ სიტყვა განსაკუთრებული უნარების ადამიანები და განსაკუთრებული ადამიანები არიან.
ეს სახელმწიფოსია ეხლა დამოკიდებული დანარჩენი და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ასრულებაზე, როგორ მოხდება მათი ინკლუზივი, როგორ იქნება მათი მხარდაჭერა, მათი რესურსის ყველანაირი წახალისება და აი ეს დოკუმენტი და ეს დოკუმენტის გათვლია ეტაპობრივ გზაზე, როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად 31 ოქტომბერი დასახა და რო ეს ტექნიკური ნაწილი მოგვარდეს და მე სტრატეგია არის კარგად გათვლილი. ამიტომ მე ვეკუთვნი იმ ადამიანთა რისს ასაგობრივ ცენზ გულისხმობ შემთხვევაში, რომ დღეს ჩემ ქვეყანაში არსებობს ამაზე მზრუნველი, კარგად მოფიქრალი ადამიანთა გუნდი, მთლიანად დავარქვათ, მე მარტო ხელისუფლებას არ ვთვლი, ყველა იმ ადამიანს ვთვლი, ვინც ხელისუფლებასთან ერთად თანამშრომლობს ამ კეთილშობილ საქმეში და მინდა რასაკვირველია ყველას მოუწოდება არავის არ ჭირდება, ყველა ანთებული ხართ ამ კეთილშობილი ნააზრევის ხარდაჭერით, ჩემი ხარდაჭერა იქნება და დარწმუნებული ვარ კომიტეტი ერთსულოვანი იქნება მის ხარდასაჭერად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შეგვიძლია დავაყენოთ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა, ერთხმად მიღებულია, წარმატებებს გისურვებთ. ამით თუ სხვა საკითხები არ არის, შეგვიძლია კომიტეტის ხმა დასრულებულად გამოაცხადოთ.